გორში გიორგი კარელიძის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი იწყება კრივში კადეტებს შორის. გუნდურ შეჯიბრებაში ქართველი მოკრივეების გარდა ისრაელის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის გუნდები იასპარეზებენ. შეჯიბრებას გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა უმასპინძლებს. პირველი ორთაბრძოლები ხვალ ჩატარდება და პაექრობები 15 მარტს დასრულდება. ტურნირის ორგანიზატორები გორის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია. ხვალ ვიწყებთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი კარელიძის ხსოვნის ტურნირს. ჩამოსულია სამი უცხო ქვეყანა, კერძოდ აზერბაიჯანის ნაკრები, მოლდოვა, ისრაელი და გამოდის ასევე ჩვენი ქვეყნის ნაკრები. ესენი არიან ჭაბუკი მოკრივეები, რომლებიც ემზადებიან ევროპისა და მსოფლიოს პირველობისათვის, რომელიც 2025 წელსია დაგეგმილი. გუნდები კარგად არიან მომზადებულები და საუკეთესო ბრძოლებს ჩაატარებენ, რომელიც წარადგებათ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს შეჯიბრს ხვალ დავიწყებთ, იქნება მეოთხედ ფინალური ორთაბრძოლები. ზეგ იქნება ნახევარფინალები და 14-ში ფინალური ორთაბრძოლები. ეს იქნება გუნდური ჩემპიონატი. გუნდები გუნდებს შეხვდებიან, ისე რომ თითო გუნდს მოუწევს 3-3 შეხვედრა. გიორგი კარელიძე იყო, როგორ გითხრათ, ჩემი თაობის აღმზრდელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გორში კრივის აღორძინების საქმეში და წლების მანძილზე ემსახურებოდა ქართული კრივის განვითარებას. შემდეგ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რამე თუ ჰქონდა ისეთი შედეგები ჩვენ სკოლას და დაუღალავად ენერგიულად იღვაწა ამ კაცმა.